ეფრემასური, სწავლანი, სიკვდილისათვის და სულის სხეულიდან გამოსვლისათვის, ნაწილი პირველი. ვაი ჩვენ, სიკვდილო, შენ გამო, უწყალო მზღვეველი ხარ და არავის მიაუტევებ, არავის ინდობ, სასტიკი ვალი ხარ, რომლის გადახდაც შეუძლებელია, ძლიერი მტაცებელი ხარ და არ აყოვნებ, მხიზელი მპარავი ხარ, არ გცხვენია, ხელმწიფე ხარ mbრძანებელი და არ გეშინია, მოციქული ხარ სწრაფ მომავალი, არავის რომ არ ადროვებ, მიუკორძოებელი მსაჯული ხარ, რომელიც გრთამს არ იღებ და მოსარჩელი ხარ მძლეველი, იძულებით რომ მიგყავს მხედარი საუკუნოდ დასასჯელად. ვაი, რა მწარია გემო შენი სასმელისა და რა საშინელია დრო შენი მოსვლისა. რა საზარელია დანახვა შენი პირის სახისა და რა შესაძრწუნებელია შენს სანახებში ყოფნა. რა ძნელია შენი გზის გავლა და რა მტკივნეულია და შემაწუხებელი შენი ყოფნა იმ ადამიანთან, რომელსაც შენ მოუხმო. თავზარი ეცემა სულს, როდესაც ხედავ შენ მის გარშემო მავალს და შეძრწუნებული ადგილს ეძებს, რათა როგორმე სადმე დაემალოს შენს პირისახეს. ვაი იმას, ვინც არ იღვაწებს შენთან მოსვლამდე და შენთან შესახვედრად, ვინც არ იზრუნებს თავის თავზე შენი სახის ხილვამდე. ვაი იმას, ვინც კრძალულებას არ შეინძეს მანამ, ვიდრე შენ მოუხმობ, ვინც გულს მოდგინეთ არ იზრუნებს თავის სულზე მანამ, სანამ შენ დადგები მასთან. ვაი იმ უგულისხმო, უგუნურ ადამიანს, შენი მოსვლის ხმას რომ არ მოელის და დაუდევრობაში ატარებს თავის დღეებს. პირიქით, ნეტარია ის, ვინც მუდამ აიძულებს თავის თავს ლოცვაში წარდგომას უფლის წინაშე მანამ, ვიდრე ის საშინელი დღე დაუდგება. ნეტარია ის, ვინც გულს მოდგინებას გამოიჩენს და თავისი სულის წყლულებს განიკურნავს მანამ, ვიდრე ჯერ კიდევ არის ამ ქვეყნად. რამე თუ სიკვდილის ჯობს ამ ქვეყნიურ სიცოცხლეს იმისთვის, ვინც სოდვასა და უსჯულოებაში ატარებს ცხოვრებას. თუ მართალი იყო კაცი, რომელიც მიიცვალა, სიკვდილი მას, ამას სოფლის მწუხარებისგან განმანთავისუფლებელად ექცევა, უფლის წყალობას მიიღებს იგი და მისი მაცხოვარების სიხარულში შევა. და თუ ცოდვილი იყო გარდაცვლილი, ის უკვე ვეღარ დაირთავს ცოდვებს ცოდვებზე, არამედ სიკვდილი მას მისი ცოდვების ნივთთა განკვეთად და მომსპობად მოევლინება. ჩემო ძმებო და დებო, როდემდე უნდა ვატაროთ ჩვენი ცხოვრება სიზარმაცესა და დაუდევრობაში, არ გამოფხიზლდე და უფლისკენ არ ვისწრაფოთ იმ საშინელი და საზარელი ჟამის დადგომამდე, როდესაც სიკვდილი, როგორც სასტიკი ხელმწიფე, განურჩევლად და უწყალოდ მიმოიტაცებს ცოდვილებს და საუკუნო სატანჯველს მისცემს. თუ კაცი როდისმე ძილში ნახავს სურათს, რომელიც არასოდეს უნახავს, გული შეუძრწუნდება და შიში შეიპყრობს. ჩვენ კი მოველით საშინელი სახეების ხილვას და არ გვეშინია, ამის ყოველდღე ვასაფლავებ ჩვენს ძმებს და ჩვენი გული აძრწის ამის მოლოდინისგან. არამედ ჩვენი ბოროტებისა და დაუდევრობის გამო არ გვჯერა, ტყუილი გონია, რომ ყოველივე ეს ჩვენს დაგვემართება და უგულისხმოთ, როგორც პირუტყვები, გვერდს ვუვლით ღმერთის ბრძანებას, მისმა მოციქულებმა და წინასწარმეტყველებმა რომ გადმოგცეს, ქებისა და დიდების ნაცვლად გმობას წარმოთქვამს ჩვენი პირი წინაშე ღმრთისა და შრომისა და გულს მოდგინების ნაცვლად დაუდევრობასა და ბოროტებაში ვატარებთ ცხოვრებას. გეგონება უკვდავები ვიყოთ. ჩვენ არ ვზრუნავთ იმისთვის, რომ არ წარწყდეთ და არ უღრმავდებით ამ საშინელებას, მუდმივად რომ გვიახლოვდება და ჩვენს ნათესავებსა და